ცხოვრების ამ ეტაპზე, კი არა, ცხოვრების ყველა ეტაპზე ჭირდებოდა ინგლისური სწავლა. პირველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა რომ უკეთ შევიმეცნო სამყარო და ინგლისურის გარეშე ეს არის ძალიან რთული. მეორე, ძალიან მინდა რომ ორიგინალ ენაზე უყურო ფილმებს და ძალიან მაწუხებს რომ როცა მივდივარ საზღვარგარეთ ადამიანებთან ვერ ვამყარებ ნორმალურ კომუნიკაციას და ვწვალობ და ვიტანჯები და ვერ დავძლიე ვერასდროს ეს პრობლემა ვერ მოვერიე მოკლედ და როგორც იქნა მოგირსა. როცა უკვე გადაწყდა რომ უნდა თავიდან დამეწყეს პროცესი ინგლისურის შესწავლა, არაფერი არ განიხილებოდა სხვა, ოღონდ მართლა. იმდენად გამჯდარი მქონდა ყურში, გონებაში და თვალში ბრიტანული ცენტრი მეგობრებისგან, გარშემოყოფებისგან, რომ არც განიხილებოდა სხვაგან, სწავლა, პირდაპირ მოვედი და ძალიან კარგი გადაწყვეტილებაც მივიღე. მოკლედ მე რითი მომეწონა და ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ძალიან გაფანტული ადამიანი ვარ და მიჭირს კონცენტრაცია რაღაც კონკრეტულ ერთ საკითხზე. მაგალითად, სახლში დავჯექი მაგიდასთან და დავიწყე მათ სადინეობა, ეს არის ჩემთვის ძალიან სერიოზული პრობლემა და თუ რაღაც პროცესით არ ვერთობი და ეს თუ არ არის რაღაცა უფრო აქტიური პროცესი, ძალიან მიჭირს რაღაცის შესწავლა რა და ამიტომ ჩემთვის არის მისწრება ეს ადგილი, იმიტომ რომ 2 საათი ისე გადის, რომ აი ერთი წამით გონებას არსად არ გამირბის, პროცესი არის ძალიან მარტივი, ძალიან სასიამოვნო და თითქოს აი ესე გიდებენ თავში რაღაცას წვალების გარეშე და მიხარია რომ მოვაგენი ამ ადგილს. შესაძლებელია. კი, დრო დღეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. ზედმეტი დრო მგონია რომ არავის აღარ გვაქვს და იცი რომ ის 2 საათი იმდენად ნაყოფიერია რომ არ არსებობს რო ვერ აითვისო, რო ვერ აყვა, იმდენად სწორად ხსნიან, იმდენად კარგად და მარტივად და ასევე სახალისად, იმიტომ რომ ეს გუნდური სწავლება და მუშაობა ჩემთვის არის ძალიან კარგი და ის რომ აქვე ხდება ყველაფერი და ის რომ სახლში მივდივარ და ძალიან ბევრი საქმეები გვაქვს და დიდი გოგოები ვართ უკვე და ცოტა ესეც ძალიან კარგია და მარტივია და მოკლედ რა ვიცი, ვისაც ნებისმიერ დონეზე იცით ინგლისური, ეს იქნება საწყისი, თუ შემდეგი ეტაპები და გინდათ უფრო მეტად კიდე გაიუმჯობესოთ თქვენი ცოდნა, ეს ნამდვილად ის ადგილია, სადაც მარტივად თამაში ისწავლით და უმაღლეს დონეზე დაეუფლებით ინგლისურ ენას. აი ესე დავთვალე. ეს წავიდა თავისით ხო? ხელი.